მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ვიმედოვნებ, რომ ხართ ამაღლებულ განწყობაზე. თუ რომელიმე თქვენგანი რაღაც მიზეზის და გამო ვერ იქმნით განწყობას, მე იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ მიზეზის პოვნასა და მის აღმოფხვრაში, რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ სასიამოვნო და თბილი კომენტარებისთვის, იმისთვის, რომ თბილი და სასიამოვნო ენერგიები ტრიალებს ჩვენს სივრცეში, რაც დამერწმუნეთ, ძალზედ სასიამოვნო არის. დღეს გავაკეთებ გაშლას, კვირის პროგნოზს. მას პირველ რიგში გავაკეთოთ სიგნიფიკაცია და შემდეგ ვნახოთ, მივყვეთ შემდეგ ხომ გაშლას. დღეს ავიღე სამი სფერო: კარიერა, ფინანსები და სასიყვარულო ურთიერთობები, ხომ? მას ვნახოთ დღევანდელი ჩვენი გაშლა, ვიზე იქნება დღევანდელი ჩვენი კვირის პროგნოზი, ხომ? ვნახოთ, გავაკეთოთ აქ დავდოთ სიგნიფიკაცია. შემდეგ იქნება კარიერა. აი ასე დავდოთ აქ. შემდეგ აქ იყოს ფინანსები. კი ბატონო და ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობები. დასტა შეგვიძლია გადავდოთ, იმიტომ რომ აღარ დამჭირდება ეს დასტა. მას ასე ვნახოთ სიგნიფიკაცია დღევანდელი რას გვეტყვის. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება ადამიანისთვის, რომელიც არის ძალიან შემდგარი ადამიანი. აქ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ძალიან სერიოზული ბიზნესი, ვიტყოდი ამასაც, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის და მაინც პენტაკლები ამოგვივიდა. ბიზნესი, რომელშიც ძალიან დიდი და ბევრი ენერგია აქვს ჩადებული და ეხლა არის იმ ეტაპზე, რომ ის ენერგიები და ის ძალისხმევა, რაც ჩადო, ამოიღოს, ასე ვთქვათ, ელოდება მოსავალს. კიდევ აქ იქნება დღევანდელი გაშლა ადამიანზე, რომელიც ეუფლება, იცით, მე ესე ვიტყოდი, ეს არ იქნება დამწყები თავის სფეროში ეს ადამიანი, სწავლის მხრივაც მე ვიტყოდი უფრო ფართო მასშტაბზე უნდა გასვლა. აქ შეიძლება ვიღაცამ დაამთავრა კიდევაც უნივერსიტეტი და ფიქრობს სწავლის გაგრძელებას უფრო მაღალ საფეხურზე, მაგისტრატურაზე, ან შეიძლება დოქტორანტურაზე. იმიტომ რომ მე ვხედავ, აქ არის შემდგარი ადამიანი, რომელსაც აქვს არჩეული პროფესია, მაგრამ ცდილობს და ფიქრობს უფრო მეტად განვითარდეს. მოდით გავშალოთ შემდეგი არკანები. დღევანდელი ჩვენი გაშლა ასევე იქნება ადამიანზე, რომელსაც ურთიერთობებში აქვს პაუზა და მისი პარტნიორი იმყოფება პაუზურ მდგომარეობაში. აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც თქვენს პარტნიორზე არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ, სატელეფონო კავშირიც კი, ვიტყოდი ამას. და აქ შეიძლება კიდევ იყოს, ნახეთ, მეოთხე ფენა წამოვიდა უკვე, ადამიანი, რომელიც არის ძალიან შემდგარი, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე სასიყვარულო ურთიერთობით, რომელიც ისეთ სერიოზულ ურთიერთობაში არის, შეიძლება მისი ურთიერთობა უკვე გადადის
მომდევნო ეტაპზე, ანუ ქორწინებაზე შეიძლება იყოს აქ უკვე საუბარი. მაშ ასე თუ კი თქვენი თავი იცანით, მოდით გავაგრძელოთ მაშინ გაშლა. მე სიგნიფიკატორს დავტოვებ აქ, იმიტომ რომ შემდეგ დაგვჭირდება და გადავიდეთ კარიერაზე. კარიერაზე რას ვიტყოდი ჩემო ძვირფასებო? შეიძლება იყოს ასეთი სიტუაცია, უახლოეს წარსულში კარიერული თვალსაზრისით შეიძლება გქონდათ ძალიან დიდი გულის ტკივილი. აქ შეიძლება გქონდეთ სამსახურეობრივი სფერო ავიღოთ, შეიძლება ადამიანი მუშაობს და აკეთებს იმ საქმეს, რისი გაკეთებაც დიდად არ უნდა, ანუ საქმე, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებს, რის გამოც არის საფიქრალში და სადარდებელში მიცემული. ასევე თქვენ გახართ თითქოს გზაგასაყარზე, არჩევნის წინაშე გახართ, არ იცით დაასრულოთ ეს კარიერული, ასე ვთქვათ, ზრდა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ეს სიტყვა, იმიტომ რომ როდესაც არ მოგწონს ადამიანს ის სფერო, რომელ სფეროშიც იმყოფებით, ეს ჩვენს ზრდას არ იწვევს პირიქით, ან უკუსვლას იწვევს, ან იმ ადგილზე გაყინვას, რა ადგილზეც ვართ. ამიტომ ორჭოფობთ და ფიქრობთ, რომ გადახვიდეთ იმ სფეროში, რომელიც სფეროდანაც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებთ. აქ დამერწმუნეთ, რომ იქნება სწრაფი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ სწრაფად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და გადადიხართ უკვე მოქმედების ეტაპზე. შეიძლება მომდევნო კვირა იყოს ახალი შემოთავაზებების კვირა, შემოთავაზება იქნება ადამიანის, ესე იგი, გეტყვით როგორი ტიპის ადამიანის მხრიდან. ადამიანი, რომელიც არის ძალიან აქტიური და შემდგარი ადამიანი, აქ შეიძლება იყოს შემოთავაზება კონტრაქტის, ახალი კონტრაქტის დადებაც კი. მოდით ჩავშალოთ ეს პოზიცია და ვნახოთ კიდევ რას გვეტყვიან არკანები კარიერული თვალსაზრისით. აშკარა არის, რომ აქ არის ადამიანი, რომელიც დგას გადაწყვეტილების წინაშე. შეიძლება იცით როგორი ინფორმაცია მომდის, კარიერული თვალსაზრისით აირჩია ერთი სფერო, მაგრამ ეხლა რატომღაც ორჭოფობს და ეჭვიეპარება თავის არჩევანში. შეიძლება იმიტომ, რომ აქ ვხედავ, რომ რომელიმე თქვენგანზე, ყველაზე არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის, წარუმატებელი იყო მისთვის ეს სფერო, რამაც ძალიან დიდი დანაკლისი გამოიწვია მასში. ძალიან ვთხოვთ ყველამ თქვენ სიტუაციას მოარგეთ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა. კიდევ კარიერული თვალსაზრისით ადამიანს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინები იმის, რომ ის სფერო, რომელ სფეროშიც ვითარდებოდა, ძალიან დიდ ფინანსებს მოუტანდა, ძალიან დიდ აღიარებას მოუტანდა, მაგრამ მისი მოლოდინები არ გამართლდა და იგი ისევ იმას ვიტყვი, რომ დგას არჩევნის წინაშე. შეიძლება ფიქრობს იმაზეც, რომ შეიცვალოს სფერო და სხვა კუთხით განავითაროს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. კი ბატონო, ფიქრობს იმაზე, რომ
იცით მე აქ რას ვიტყვი და რა მომდის ჩემო ძვირფასებო? აქ ნახეთ რატომ მოხდა აი ამ სფეროში, ამ კარიერული თვალსაზრისით ვიტყოდი შეჩერება. მე აქ როგორც ვხედავ ძვირფასებო, თქვენ უნდა გახვიდეთ თქვენს პირად დანიშნულებაზე, ხომ? ადამიანების სულები, როდესაც მოვდივართ დედამიწაზე, ყოველივე ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი დანიშნულება. მე ამას ვიტყოდი არკანებიდან გამომდინარე, რომ თქვენ გქონდათ ის სფერო არჩეული, რომელ სფეროშიც არ უნდა წასულიყავით და ამიტომ მოხდა ამ კუთხით თქვენი ბჭყალებში ეს სიტყვა დაკნინება, იმედგაცრუება. ამიტომ მე აქ ვხედავ ზუსტად, რომ ბევრი ფიქრისა და ორჭოფობის შემდეგ თქვენ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ აი ის რაც გული სადაც გკარნახობთ და თქვენი გონება რომელ სფეროშიც მიდის, ზუსტად იმ სფეროში დაიწყებთ მოღვაწეობას, ოღონდ ჯერ რა თქმა უნდა იქნება ეტაპი სწავლის, განვითარების ძვირფასებო, რაც მოგიტანთ თქვენს პირად დანიშნულებაზე გასვლას. და ეს თქვენ დაუნებურად ძალიან სწრაფად მოხდება და ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება თქვენი კარიერული წინსვლა. რაც შემდეგში მოგიტანთ ძალიან დიდ აღიარებას და ძალიან დიდ წარმატებას, ჩემო ძვირფასებო, კვერთხების მეფე. იქნებით საკუთარ თავში თვითკმარი და საკუთარ თავში დარწმუნებული და შემდგარი ადამიანი, რომელ სფეროშიც გექნებათ ძალიან დიდი წინსვლა, რაც ძალიან დიდ ზეიმს მოგიტანთ, ჩემო სიხარულებო, და ეს თქვენი გულგატეხილობა წარსულში დარჩება. მოდით ახლა განვიხილოთ ფინანსები. რას გვეტყვიან ფინანსებზე? ჩემო სიხარულებო, აქ მე ვხედავ ფინანსების თვალსაზრისში ვიღაცას გაქვთ რომელიმე თქვენგანზე, მე არ ვიტყვი 100-დან 100%, ძალიან დიდ მიჯაჭვულობას ვხედავ ფინანსების თვალსაზრისით, ანუ ვიღაცას აი ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, რომ იმ სიდუხჭირიდან ამოხვიდეთ, რა სიდუხჭირეშიც იმყოფებით. თითქოს არა თქვენ გქონდათ ის პერიოდი, როდესაც ღმერთს ეხვეწებოდით, რომ თქვენთვის ეს პერიოდი, ეს განსაცდელი, ასე ვთქვათ, მოეშორებინა და თქვენს ცხოვრებაში დამდგარიყო ისეთი პერიოდი, სადაც იმაზე ფიქრი არ მოგიწევდათ, თუ ხვალინდელი დღე, ასე ვთქვათ, როგორი იქნება. თითქოს იცით როგორი პერიოდი გაქვთ ახლა, რაღაცა ეს საქმეს თითქოს ეკიდებით, თითქოს რაღაც შემოსავლებიც, რაღაცა პატარა შემოსავლები გქონდათ, მაგრამ არა იმდენი, რომ თქვენთვისაც გჭირდებოდათ თანხები 100-დან 100% ყოფილიყო ანაზღაურებული. მე აქ ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, ანუ ადამიანი, რომელსაც არც მუშაობა ეზარება, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ გააკეთოს ბევრი, მაგრამ მე აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე არ გაქვთ იმდენი შემოსავალი, რა შემოსავალიც უნდა გქონდეთ იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც აკეთებთ. ანუ გასცემთ ძალიან ბევრ ენერგიას, მაგრამ სათანადო შემოსავალი და სათანადო დაფასება არ გაქვთ. მაგრამ ეხლა უკვე მიხვედით იმ ეტაპზე, რომ თქვენ აქ ფიქრობთ თუ ანუ იმ ეტაპზე რომ ფიქრობთ რა და რატომ ხდება, ანუ რატომ ხდება ის, რომ გაქვთ უფრო მეტი გასავალი ვიდრე შემოსავალი.
და ამიტომ აი აქაც ამოდის ეს ორჭოფობა და რაღაცის შეცვლა, ანუ როგორც იყო აქ სიგნიფიკაციაში და კარიერაშიც, ხომ? მოდით ჩავშლი, კი ბატონო, ამ დასტით ამ პოზიციას, ხო? და ვნახოთ კიდევ რისი თქმა უნდა დღეს ჩვენთვის დასტას არკანებს ფინანსური თვალსაზრისით, როგორი კვირა გექნებათ. ნახოთ. კი ბატონო, მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც აი ზუსტად ეს ორჭოფობა, ეს მეტი ძალების ჩადება, თქვენ მოგივათ, იცით, აი როგორი იდეები, თითქოს ახალ სფეროშიც გადახვიდეთ. ახალ სფეროში გადახვიდეთ და სხვათა შორის რომელიმე თქვენ გაქვს ეს იდეა შეიძლება მოუვიდეს სახამოს პერიოდში. გადახვიდეთ ახალ სფეროში და განახლებული ვარიანტით, ანუ თქვენი თავის განახლებული ვარიანტი, ანუ ახალი ძალებით, ახალი იდეებით შეუდგეთ მუშაობას. აქ რომელიმე თქვენგანი აუცილებლად შეიცვლის სფეროს, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს და ის წარუმატებელი პერიოდი, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში, უკანა პლანზე გადაიწევს, ჩემო ძვირფასებო. ეს კვირა იქნება თქვენთვის ძალიან დიდად ტრანსფორმაციული, სწორედ თქვენ მგონი ეს წინადადება ტრანსფორმაციული იქნება, მაგრამ იმას გირჩევთ, რომ დაიცვათ ზომიერება რა თვალსაზრისით. აქ ვხედავ, რომ ამ კვირაში თქვენი ენერგიების და ძალების მაქსიმალური რაოდენობის გადინება იქნება და იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ არ გადაიწვეთ, ხო, მე გირჩევთ ანუ ზომიერების და ბალანსის დაცვას, რათა ენერგიისგან და ძალებისგან არ გამოიფიტოთ, თუმცა კვირის ბოლოში თქვენი ეს მცდელობა მოგიტანთ გარკვეულ წინსვლას და კი ბატონო, მომდევნო კვირის ბოლოს უკვე თქვენ შეძლებთ ამოსუნთქვას და დასვენებასაც კი, ჩემო ძვირფასებო. და რასაც მე ნამდვილად გისურვებთ. კი ბატონო, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ და ეს კვირა იქნება რაღაცა ახლის საფუძვლის ჩაყრის პერიოდი, რაც ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი ენერგიების და თანხების შემოდინებით დასრულდება და ეს მხოლოდ არ იქნება ამ კვირაში, ეს იქნება ანუ ახლის დაწყება, რაც განაპირობებს თქვენ მომდევნო ცხოვრებისეულ ეტაპს ფინანსური თვალსაზრისით. მოდით გადავიდეთ ახლა სასიყვარულო ურთიერთობაზე, ნახოთ რას გვეტყვის დღევანდელი ჩვენი დასტა. სასიყვარულო ურთიერთობაში რა ხდება, ჩემო სიხარულებო? აქ მოვიდა ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ესე იგი, აქ რამოდენიმე ვარიანტი მოდის, მოდით ჩავშალოთ. აქ იქნება, დღევანდელი გაშლა იქნება ადამიანზე, რომელსაც ჰქონდა ოჯახი და შესაძლოა შვილებიც კი მყავს. ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ ძლიერი და მე აქ ვიტყოდი უფრო არის ლიდერი, უფრო ზუსტი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ოჯახის წამყვანი, ანუ ოჯახის კედელი, ოჯახის საყრდენი.
რომელიც სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი ტვირთვისა და პრობლემებიდან გამომდინარე არის ძალიან დაღლილი და ფიქრობს თუ რა შეიძლება გააკეთოს აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს დაბალანსებული. მე ვიტყოდი იმასაც, რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი გულის ტკენა ოჯახური თემებიდან გამომდინარე, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ ეხლა გადავიდა ზუსტად იმ ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც მისი პრობლემები უკან იქნა ჩამოტოვებული და ასე ვთქვათ, ბედნიერ და ისეთ ნეიტრალურ ფაზაში შევიდა. ვიტყოდი იმასაც, რომ აქ შეიძლება იყოს ახალი შექმნილი ოჯახი, რომელთა ურთიერთობაც ვითარდება ძალიან მშვიდ და ბედნიერ მდგომარეობაში. მოდით ჩავშლი მე ამ პოზიციას. აქ ვიტყვი იმასაც, რომ ეს ურთიერთობაში კიდევ ერთი პოზიცია, ანუ ურთიერთობა, რომელიც პაუზური უფრო არა, როდესაც მანძილზე ვითარდება, როდესაც მანძილზე გრძელდება ურთიერთობა, ანუ წყვილი, რომელთა შორის არის მანძილი. მოდით ჩავშალოთ ეს პოზიცია და ვნახოთ, რას გვეტყვის, უფრო დეტალურად რომ ავიღოთ. კი ბატონო, ესე იგი მე ვიტყვი იმას, რომ ადამიანებზე წყვილები, რომლებიც არიან მანძილზე, ჩემო ძვირფასებო, უკაცრავად. წყვილები, რომლებიც არიან მანძილზე, აქვთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი მონატრება. აქ ვიტყოდი იმასაც, რომ ეს უფრო ქალბატონებს ეხებათ, აქვთ იცით როგორი სიტუაცია, ეს ინფორმაცია მოწეი გულის წასვლამდე, რომ გენატრება ადამიანი და თქვენი პარტნიორი არის, იცით როგორ სიტუაციაში, რაღაცა მოლოდინის სიტუაციაში, თვითქოს ელოდება თქვენგან რაღაც ნაბიჯს, ანუ ეს ადამიანი არ გახლავთ, ასე ვთქვათ, ზოგადად აქტიური ადამიანი, არის ადამიანი, რომელიც უფრო არის პასიური და როდესაც ელოდება პარტნიორის მიერ გადმოთქმულ ნაბიჯებს. დღევანდელი მომდევნო კვირა თქვენთვის ძვირფასებო იქნება ძალიან დიდი სიყვარულის და სიახლის მომტანი, თასების ტუზი ამოვიდა. ურთიერთობა ვთქვით მანძილზე. თქვენ მომდევნო კვირაში აუცილებლად გექნებათ კავშირზე გასვლა. აქ შესაძლოა ადამიანი, რომელიც არის ძალიან ცივ ენერგიებში და მისგან რამოდენიმე პერიოდის განმავლობაში არ გაგიგიათ არანაირი ინფორმაცია, აუცილებლად გამოვა ხაზზე. ადამიანი, რომელიც აი აქ ვთქვით წეღან, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს აღებული ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ და არის, ასე ვთქვათ, გონებრივად ქაოსურ სიტუაციაში, ბალანსი პოვის და აუცილებლად იქნება დაბალანსებული ურთიერთობა, რაც იქნება, დაბალანსებული იქნება, იმიტომ რომ თქვენი მეორე ნახევარი ამოგიდგებათ გვერდში და ერთობლივად გააგრძელებთ ოჯახურ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტ ოჯახურ პრობლემებს, რაც თქვენს ურთიერთობას
კიდევ უფრო საინტერესოს და უფრო მეტად სასურველს გახდის და ეს თქვენი პრობლემები და ეს თქვენი განცდები წარსულში იქნება მოტოვებული. ხოლო ადამიანებს, რომელთაც აქვთ ახალი შექმნილი ოჯახი, აქ შესაძლოა ძალიან სასიამოვნო და კარგი ინფორმაცია გაჟღერდეს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, რაღაც სასურველი სიახლე იმას, რასაც ელოდებოდით გარკვეული პერიოდი, აქ შეიძლება იყოს ორსულობა, აქ შეიძლება იყოს გამგზავრება, სამოგზაუროდ წასვლა, რაღაცა ისეთი თემა, რაც თქვენთვის არის აქტუალური, რომელსაც ელოდებოდით და არ იცოდით პასუხი. ამ კვირაში აუცილებლად გაიგებთ და ამ კვირაში ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელიც იყო ძალიან დიდი ხნის მოლოდინში მხრივ, რომ ან გზიდან ელოდებოდით თქვენს პარტნიორს, ან მანძილზე იყო და მისგან არანაირი ინფორმაცია არ გქონდათ, თქვენ მაღალი ძალები ამ კვირაში იმით დაგაჯილდოვებენ, რომ იქნება მისგან სასურველი ინფორმაციის მიღება, ჯილდოს სახით, ანუ იმას, რასაც ელოდებოდით დიდი ხნის განმავლობაში, რაზეც ფიქრობდით, რაზეც დარდობდით, აბსოლუტურად აი იმ თემასთან დაკავშირებით კარგი დაგვირგვინება იქნება, ანუ რაც თქვენთვის აი ესეთი სასურველი ჯილდოს მიღება, აი ესე რომ გადავთარგმნოთ, ანუ რომელიმე თქვენგანისთვის კვირის ბოლოს უფრო იქნება სასურველ პიროვნებასთან ერთად შეხვედრა, გასეირნება, დროის გატარება. და აქ მე ვხედავ კიდევ ჩემო სიხარულებო, კი ბატონო, დარდისა და პრობლემების განულება და ძალიან კარგი და თბილი მომავალი კვირის დასასრული. რასაც მე ყველას გისურვებთ ჩემო სიხარულებო და გელოდებით კომენტარებში თუ როგორ რეზონირდება თქვენზე და რამდენად კარგი და ბედნიერი კვირა იქნება თქვენთვის. მიყვარხართ ძალიან და გელოდებით კომენტარებში. კარგად.